მოგესალმებით რუსუდან, მივესალმებით ტელემაყურებელს. რა თქმა უნდა, ის, რასაც ჩვენ ხედავთ საერთაშორისო თანამეგობრობიდან ზეწოლას ამ ასე ვთქვათ, რუსულ ძალადობრივ რეჟიმზე და დიქტატურაზე, ეს არის ზუსტად აი ამ უწყვეტი პროტესტის შედეგი. იმიტომ რომ ნებისმიერი ასე ვთქვათ, ნებისმიერ სიტუაციაში ყველა აკვირდება მოსახლეობის უმრავლესობის ქმედებებს, ხო, როგორ რეაგირებენ ისინი გაყალბებულ არჩევნებზე, იმ ტერორზე, ამდენ ტყვეებზე, ამდენ მოშიმშილი ადამიანზე. რა თქმა უნდა, ეს პროტესტი უკვე მე-80 დღე გრძელდება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს დამთავრდება დიდი გამარჯვებით. რაც შეეხება სანქციების ნაწილს, ჩვენ ვიხილეთ უკვე არაერთი საკმაოდ სოლიდური სანქცია. ეს იყო ძირითადად ხშირ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, მაგრამ ეხლა ვხედავთ, რომ სანამ ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარეობს ახალი ადმინისტრაციის, აი ეს თქვა გარდამავალი პერიოდი და ისინი არ არიან იმდენად აქტიურები როგორც აქამდე, ძალიან გააქტიურებულია ევროპა. ესე იგი, რეზოლუცია, რომელიც ევროპარლამენტმა მიიღო, ეს არის მე ვფიქრობ უპრეცედენტო და წარმოუდგენლად დიდი ასე ვთქვათ სანქციის ან მოსამზადებელი პერიოდი. ეხლა წარმოიდგინეთ. ეს უკვე მუშაობს თუ არა მაინტერესებს. რა თქმა უნდა. მაგალითად ბიზნესმენი დეპუტატები, რომლებიც ამ სიაში არიან, არ არიან დასანქცირებულები, მაგრამ ბიზნეს ურთიერთობაში ეს ფაქტორი როგორ მოქმედებს, როცა მოქალაქე, უბრალოდ ბიზნესმენი არასანდოდ გამოიყურება, ხომ? რაღაც უარყოფითი გავლენის გამო მისი დასანქცირება მოთხოვნა. ნახეთ, რომ დავანებოთ თავი ვინ რას როგორ ჩათვლის, ჩვენ გვაქვს მაგალითები. აი მაგალითად რომელ ერთი ფაქტი მოგიყვანოთ. ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკებთან რეზოლუციის საფუძველზე მოხდა მისი თანხების შეჩერება და ეს არ იყო ჯერ ფორმულირებული სანქცია. ანუ რეზოლუცია რა არის, ხო? ნებისმიერი ქვეყნის ხელმძღვანელს, ანუ ეს არის ევროკავშირის ქვეყნებზე საუბარი. თქვა თუ ვერ იღებენ ერთიან სანქციას, ამ შემთხვევაში ყველა ქვეყანა შეუძლია ინდივიდუალურად, ხო? მათ აქვთ ეგრეთ წოდებული უკვე დამტკიცებული დოკუმენტი, რის საფუძველზე შეუძლიათ რომ დაასანქცირონ ამ ასე ვთქვათ რუსული რეჟიმის წევრები და მათი დამხმარე ბიზნესმენები. ამიტომ მე მიმაჩნია რომ ეს უკვე ძალიან კარგად მოქმედებს. ამის თუნდაც ნათელი მაგალითია თქვენ ხედავთ როგორ გამალებულ მდგომარეობაში აი ეს მატყუარა კაცი ეზიდება თავის ძვირფასეულობას საქართველოში. ახლა თქვენ გჯერათ რომ მათ რაიმე იმედი აქვს რომ ამერიკაში დაალაგდებიან ან ევროპაში დაალაგდებიან და ესეთ რეჟიმში შემოაქვს ეს მთელი თავის ქონება აქეთ საქართველოში. ფაქტია რომ მოლოდინი ასეთი არ აქვს და ამიტომ აქვთ ეს მცდელობები საკუთარი ქონების გადარჩენა. რა თქმა უნდა მეც გეტყვით ეხლა ბევრი საუბრები მიდის რომ თითქოს და კითხოთ, ნახეთ, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ცნობილი გახდა, რომ დიდი ხნის წინ დაიწყო მან ზრუნვა იმისთვის, რომ მისი ქონება, უძრავი თუ რაღაც ნახატები, ძვირფასი ნახატები რაც ჰქონდა, შემოეტანა საქართველოში, ისე რომ გადასახადი არ გადაეხადა ამისთვის კანონის შეცვალა. თან ეს ისეთ დროს, როცა განსაკუთრებული ყურადღება ამ კანონს ვერ მიაპყრო საზოგადოებამ, იმიტომ რომ რუსული კანონი იყო მაშინ, ასე ვთქვათ, პრიორიტეტული და შესაბამისად ადრიდანვე დაიწყო. თუმცა მაშინ, ასე ვთქვათ, რეზოლუციაში ნახსენები სახელი გვარი იყო მისთვის მთავარი ფაქტორი, რომ ეწინასწარმეტყველა რა მოხდებოდა ამის შემდგომ. ანუ დღეს მაგალითად სხვა პირები რომ არიან რეზოლუციაში, ეს უკვე ნიშნავს, რომ მათგანაც ასე უნდა ველოდოთ, მათი მხრიდანაც რაღაც მოქმედებებს თავის გადასარჩენად. რუსუდან სანქციები არის გარდაუვალი და ამას ჩვენ ძალიან მალე ვნახავთ. წამყვანი ევროპის ქვეყნებიდან. აი თქვენ ნახავთ რამდენად მალე მოხდება ეს ყველაფერი. ეხლა რაც შეეხება აი თქვენ ახსენეთ ყურადღება ვერ მივაქციეთო რუსული კანონი იყო ძანახული და ოფშორის კანონსო. მინდა აღვნიშნო რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყველა შეხვედრაზე, ყველა გამოსვლაში იძახდა რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს აი ამ ოფშორების კანონზე, იმიტომ რომ ეს კანონი ემსახურებოდა ზუსტად იმას, რა ფაქტის წინაშე ჩვენ დავდექით. და ის დეტალურად ხსნიდა თუ რა საფრთხეებს და რისკებს შეიცავდა ეს კანონი. თუმცა ალბათ მაინც გადართული ვიყავით რუსულ კანონზე და ამას შესაბამის ყურადღება ვერ მივაქციეთ, მაგრამ ეს ყველაფერი ხო რევერსს ექვემდებარება. რა თქმა უნდა, როგორც კი მოხდება მალე, ძალიან მალე მოხდება, ანუ ახალი არჩევნები და ცვლილება, იმიტომ რომ სხვანაირად ესენი არ არის, ანუ კადაფის ხელისუფლება, ანუ ვერავინ ვერ არსებობს ამ პირობებში ხანგრძლივი ვადით.
ჩვენ ვსაუბრობდით ბიზნესის დასანქცირებაზე, რაღაცნაირად ამ დრომდე ასე ოფიციალური მოთხოვნა, რომ ივანიშვილის გარემოცვა, ის მათი მაცოცხლებლები დასანქცირებულიყვნენ არ ყოფილა და ეს ახლა მოხდა რეზოლუციის გზით. თუმცა ერთი კითხვა მაქვს, ბიზნესი დასანქცირდა, ვთქვათ, ან რაღაცნაირად მათი ფინანსური მდგომარეობა არ გაუმჯობესდა თუ არა პირიქით. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ, რომ ეს ბიზნესი ჩაეხსნება ბიძინა ივანიშვილს, აი რა ამის მოლოდინი არსებობს, იმიტომ რომ როცა საუბრობენ სისტემის დაშლაზე, ბუნებრივია საუბრობენ ამ ადამიანების, ასე ვთქვათ, ჩამოშლაზე. რუსუდან ნახეთ როგორ არის ბიძინა ივანიშვილს იმდენად ყავს მიბმულია ეს მისი კარის ბიზნესმენები თვითონ მასზე და იმდენად ეს ფული ტრიალებს, ასე ვთქვათ, ერთ წრეში, რომ არ კონდეთ ამ ბიზნესმენებს სხვა, ვთქვათ, საერთაშორისო დღის წესრიგი, ისინი ვერ იარსებებდნენ, იმიტომ რომ ეს ამ ყველაფერს ექნებოდა ძალიან მცირე ვადა. ეხლა წარმოგიდგენთ ერთ ჩვენიერ დღეს ეს ბიზნესმენები ვეღარ იცხავენ თანხებს ევროპაში, ვერ იღებენ თანხებს ევროპიდან. დამთავრებულია მათი ყოველგვარი კომუნიკაცია, მათი ბიზნესის განვითარება. რა თქმა უნდა, ჭკუად ყოფილი ნორმალური ადამიანი, რომელიც აზროვნებს ის გადასარევად აცნობიერებს, რომ მხოლოდ ივანიშვილზე მიბმა არ იქნება მისთვის საკმარისი. და ივანიშვილი ვერ გადაარჩენს მათ? ივანიშვილი თავის თავს ვერ არჩენს და ამათ ვის გადაარჩენ? თქვენ არიცით ხა ამ ადამიანის მიდგომები, რომ ის ადამიანებს არ აღიქვავს ადამიანებად. მისთვის ყველა არის დროებითი იმ პერიოდისთვის სარგებლიანი თუ უსარგებლიანი მოთამაშე, რომელიც მას ჭირდება. უბრალოდ მან მთელი ეს პერიოდი რაღაცა ვითომ ეს წრე შექმნა და ამის რამდენიმე ბიზნეს ასოციაცია, რომლების ძირითადი ფუნქცია არის არჩევნების დროს ოცნების დაფინანსება და თავმოყრილი არიან მთელი ეს კორუმპირებული ბიზნესმენები. გამორიცხ თქვენ ნახავთ და მე უკვე მაქვს ინფორმაცია, რომ რაც ეს რეზოლუცია დამტკიცდა, იქ დიდი წრიალი არის ატეხილი შიგნით. ვისაც ჭკუა ეყოფა. ვფიქრობ აცნობიერებენ მართალია ეს რეზოლუცია სარეკომენდაციო ხასიათისა და არა სავალდებულო, მაგრამ აცნობიერებენ უკვე რომ ეს პრობლემის შემქმნელია მათ. რუსუდან ნახეთ ნებისმიერმა ქვეყანამ, ეს იქნება საფრანგეთი, გერმანია, ჰოლანდია თუ ასე შემდეგ, ვინც არ უნდა მიიღოს სანქციები, ამ ყველაფერს ჭირდება, ანუ გასამყარებელი საბუთი, რაც არის ეს რეზოლუცია. ასე თქვათ, ყველაფერი გამზადებული არის, უბრალოდ საათებზია აქ საუბარი. და ამ საათებში ვისაც ჭკუა იყოფა და ამ ყველაფერს განუდგება, ის ადამიანები ინფორმაციას ყოველდღიურად იღებენ, ხო? ახლდება ეს ინფორმაცია. იქნება თავს უშველონ და დაანებონ ამ ქვეყნის, ასე ვთქვათ, გრევაში მონაწილეობას თავი. მაგრამ არიან ადამიანები, ვინც მზად არიან, რომ ჩაყნენ აი ამ ქართული ხალხის მიერ ბოდიშთა ჩაფურთხებულ საფლავში ამ კაცს და შეაჭმევდნენ ეს ქვეყანა, მაგრამ ეს კიდევ ერთხელ გეუბნებით, არ არსებულა ისტორიაში პრეცედენტი რუსუდან, როდესაც ამ რეჟიმში რომელიმე დიქტატორს უარსებია რამდენიმე თვეზე მეტი და არც ივანიშვილი იქნება გამონაკლისი. 80 დღეა პროტესტი მიდის და რაღაცნაირად ქართული ოცნების პასუხი ამ პროტესტზე ისეთია, რომ გვაფიქრებინებს, რომ ის ჯერ არ არის მზად დათმობისთვის, არ არის მზად რაიმე მოლაპარაკებისთვის, ეს ახალ არჩევნებსაც ეხება, პატიმრებსაც ეხება და რაღაცნაირად უფრო კრიზის, შეიძლება უფრო აღრმავებს კრიზის ასეთი პასუხებით. მაგრამ მას უნდა რომ გადააგოროს და რაღაცნაირად არ შეიმჩნიოს. თუმცა ამის პარალელურად ფაქტები რა კანონითაც ისარგებლობს მქონების გადასარჩენად და სხვა მიმდინარეობები გაფიქრებინებთ თქვენ რომ ის ახლა მნიშვნელოვან წნეხშია? რაღაცნაირად ეს თითქოს არ ჩანს ან რადგან ივანიშვილი არ ჩანს. არა, მერწმუნეთ ისინი არიან ამ 12 წელიწადში ეს მისი ამსონები ჩამოყალიბდნენ კარგ მსახიობებად. აი როგორიც არის თქვა სოციოპათი კობახიძე, დინარაძე, ანუ ესენი არიან კარგი მსახიობები. იმ პროპაგანდას, რომელსაც ივანიშვილი და მისი ასე ვთქვათ რუსეთის დაზვერვის თანამშრომლები უწერენ, ამ პროპაგანდის ასე ვთქვათ შემღვრევას ადამიანებს ძალიან კარგად ახერხებენ, რომ თითქოს ეხა ამას ჩალისფასი რეალურად იცით რა აქვს მათ პროპაგანდას, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ ფაქტებს და ხედავთ მათ მოქმედებებს. ანუ მერწმუნეთ, ეხა თუ ისინი რაღაცას ხელოვნურად აღრმავებენ ან დემონსტრაციულად ტანჯავენ ამ ტყვეებს, ეხა მზია მაღლობას, ხო დემონსტრაციულად ადამიანს კლავენ. ანუ ამ ყველაფერს აკეთებენ სავაჭროდ, იმიტომ რომ მათ იციან, რომ აქ დღეები და საათები წყვეტს ყველაფერს. რომ რამენაირად ასე ვთქვათ, მათგან შესათავაზებელს ფასი აუწიონ, მაგრამ არავინ ამ ტიპის მოლაპარაკებებზე არ წამოვა. ეს ასე ვთქვათ, სანქციებით მიწოლა იქნება აბსოლუტურად დაუნდობელი. აი, თქვენ ნახავთ, იმიტომ რომ არაერთხელ დადგა ევროპარლამენტში
ეს დღის წესრიგი, თუმცა არც ერთხელ ამან რაღაცნაირად დრიშუქი ვერ პოვა. თუმცა აი გავიდა პერიოდი. რამდენიმე მაგალითი თქვენ რაც ახსენეთ ივანიშვილთან დაკავშირებით, აჩვენებს რომ მაინც და მაინც უშედეგო თუ არაეფექტური არ არის რეზულტატი. არა, ნამდვილად არ არის არაეფექტური და მე მეცაც გეტყვით, რამდენიმე ბიზნესმენი იმ წრიდან მე ვიცი რომ დაფეთებული დარბის, მათ შორის არაერთი ქვეყნის საელჩოში და რაღაცნაირად ეძებენ თავის გადასარჩენ გზებს. კი ბატონო, კეთილი, მადლობა.